ბათუმში ამერიკელი მილიარდერის დონალდ ტრამპისა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა მათ მედიას კიდევ ერთხელ გააცნეს იმ დაგეგმილი პროექტის დეტალები, რომელსაც ტრამპი საქართველოში ახორციელებს. მართლაც დიდი მოვლენაა, რომ ჩვენ ვიწყებთ Silk Road ჯგუფი და ტრამპი ერთად იწყებენ ამ დიდი პროექტის განხორციელებას. უკვე წლის ბოლომდე ძირითადი სამუშაო მოსამზადებელი იქნება დასრულებული და გადავალთ მე მშენებლობის აქტიურ სტადიაზე, მაგრამ როგორ იცვლება აქაურობა მთლიანად. აქ წინ იქნება მათი იახტ კლუბი, იმისი ცოტა უკან Royal Caribbean-ი აშენებს მსოფლიოს უდიდესი საკრუიზო კომპანია თავის ახალ პორტს, პირველად შავ ზღვაზე იქნება პორტი ბათუმში და იქნება საქართველოში, არცაც სხვაგან შავ ზღვაზე Royal Caribbean-ი არ შესულა ჯერჯერობით. აქ შენდება რამდენიმე 50 სართულიანი შენობა და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც არ აქვს დიდი ბუნებრივი რესურსები, ნავთობი და გაზი. ის ქვეყნები აშენებენ როგორც წესი ასეთ რაღაცებს. რა არის საქართველოს ფენომენი, რომ ამ პატარა ქვეყანაში, რომელიც არის ამდენ გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში, ამდენად რთულ რეგიონში, შენდება ეს სასწაული, ეს საოცრება 21 საუკუნის და ჩამოდიან ასეთი სახელები და ამაზე უფრო დიდი სახელები სოფლიოში ამ სფეროში ნამდვილად არ არსებობს, როგორც დონალდ ტრამპია. მე ვფიქრობ, ჩვენი მთავარი რესურსი არის ჩვენი ხალხი, ბათუმის მთავარი რესურსი არიან ბათუმელები და აჭარის საზოგადოება. ჩვენი მთავარი რესურსი არის ის, როცა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ AFC-მ ახლახან ჩაატარა გამოკითხვა, 75% ქართველი ბიზნესმენების არის კმაყოფილი საინვესტიციო კლიმატით. რამდენიმე პროცენტი არის უკმაყოფილო. ეს არის ძალიან მაღალი ციფრი, ეს არის სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ციფრი, მაგრამ მთავარი ციფრი იყო აქ, რომ მხოლოდ 0.1%-ს ქონია შეხება რამე სახის კორუფციასთან. ეს იყო 99%, ზუსტად 7-8 წლის წინ. აი ეს არის მთავარი ცვლილება, რაც მოხდა საქართველოში. საქართველოში არის მთავრობა, რომელიც ეხმარება ბიზნესს, რომელიც ქმნის ყველასთვის თანაბარ პირობებს. საქართველოში არის მთავრობა, რომელიც ბიძაშვილი და მამიდაშვილი კი არ არის ბიზნესმენი და ძმისშვილი და დისშვილი. არამედ მთლიანად საზოგადოებას ეძლევა შანსი. საქართველოში არის კანონები, რომელიც იცავს ყველას და საქართველოს აქვს სახელი, რომელიც მიუხედავად ყველა მცდელობისა გარეშე ძალების, რომ ეს სახელი ამ სახელს ძირი გამოუთხარონ, კაშკაშა ვარსკვლავი ხდება თელი რეგიონისთვის განვითარების და უკეთესი მომავლის შეთავაზების. აი ეს არის რაც ხდება საქართველოში. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს არის მართლა დიდი მოვლენა. მე გუშინ ვიყავი ზავრიევის ინსტიტუტში თბილისში და ვნახე ახალი სამშენებლო ინსტიტუტი, რომელიც ამოწევს მშენებლობების ხარისხს და მათ თქვეს, რომ გაზრდილია ბოლო 3 წელიწადში შეკვეთები 7-ჯერ 8-ჯერ. მარტო ბათუმში შენდება თითქმის 2 მილიონი კვადრატული მეტრი. ბათუმში შენდება იმაზე მეტი, ვიდრე აშენდა მანამდე 150 წლის განმავლობაში. მე ვლაპარაკობ ბოლო 3 წლის განმავლობაში. არც ერთ ეპოქაში საქართველოს ისტორიაში არ აშენებულა ერთბაშად ამ მოკლე პერიოდში იმდენი და საქართველოს არ არის 200 წლის ისტორიის ქვეყანა, იცით რომ ათეულობით მეტჯერ წლის ქვეყანა, არ აშენებულა იმდენი, რამდენი შენდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და რამდენიც განსაკუთრებით აშენდება უახლოეს წლებში. უძრავი ქონების ცნობილი მაგნატის ინვესტიციებით ევროპაში ერთადერთი პროექტია ტრამპის პირველი მსხვილი ინვესტიცია აჭარის რეგიონში ცათამბჯენის მშენებლობაში იდება. ტერიტორია, რომელმაც განახლებული სახე უნდა მიიღოს 160,000 კვადრატულ მეტრს, მოიცავს ბათუმის რედისონსა და პორტს შორის 45 სართულიანი ცათამბჯენი აშენდება. ბათუმი თაუერი მულტიფუნქციური ულტრათანამედროვე კომპლექსი იქნება. ბათუმი თაუერის დაპროექტებისას ამერიკელმა არქიტექტორმა ჯონ ფოტიადისმა გაითვალისწინა ზღვისპირა
დაუპირა ქალაქის კლიმატური პირობები და ძირითადი აქცენტი პროექტის შექმნისას ხედებზე გააკეთა. ბათუმი რივეირას ჩრდილოეთით ზღვის სამხრეთით კი ქალაქის ხედი გადაიშლება. ტრამპ ტაუერის სახურავზე ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილიც იქნება. მეორე ეტაპზე კი იგეგმება ექსკლუზიური საზღვაო სოფლის მშენებლობა, რომელიც ბათუმის პორტსა და ხმელეთს ერთმანეთთან დააკავშირებს. მოეწყობა იახტ-კლუბი და სპეციალური ზონა ფეხით მოსიარულეთათვის.